მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ჩვენ ვუყურებთ იტალიაში ქალაქი ფროზინონე, სტადიო ბენიტოს ტიპეს, საიდანაც მომზადდება ჩვენი YouTube მორიგი ეპიზოდი, შემდეგი ვლოგი თუ ვიდეო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე ერთნაბიჯია ტოპ 5 ჩემპიონატში სერიაში დაბრუნებასთან და ჩვენ აქ ვართ რომ მოვამზადოთ ეპიზოდი ამ დიდი და ლამაზი დღის შესახებ. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებასა გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, subscribe-ს დააჭირეთ და ჩაუჯექით. გიორგი კვერნაძე პირველად GeoTeam-ის YouTube არხზე წავედით. სტადიონზე ვარ 3 საათით ადრე, გერჯეობით. სიწყნარე კი არის აქ და დღეს რო ვერქო ძალიან ხვაურიანი დღე იქნება სტადიონზე უცაში გიმჩვევა, თუმცა აი ნახეთ ხალხი უკვე იკრიბება ნელ-ნელა. È importante fare i 3 punti per andare in Serie A, però andrebbe bene anche un pareggio e speriamo che vada bene, insomma. È veramente importante, è un pezzo di cuore che comunque rimane e sono davvero contento di vedere il Frosinone con tanta gente, ecco. Beh, è un giocatore molto forte, con un buon dribbling e che può fare tanti gol se esprime le sue qualità. Magari sarebbe davvero bello. Amazing. Thank you. Thank you. Thank you. შეიძლება შევიდე რა. მოგწონს ახე ხალხი, ამენი ხალხია რა. ჯერ სათხარ არა ჩვენ რომ მოვათ ავტობუსით რომ მოვათ მან გაიხსება ყველაფერი დაიგრევა. თამაშობ დღეს? მე ხوار შეყავთქო. რავი შენი საქმე. ისე შესვეს ამბავი როგორა ბევრი ხალხი. ბიჭო, აუძე ეხა მივწერე პრესამსახურს რომ მეთქი მოვედი მეთქი და საიდან უნდა შევიდე. თქო მწერდა კაკას ხა შენი მესიჯი რომ ნახე, შენო ზანარეკი რომ ნახე, მაშინ მწერდა და. მიდი, ხო თუ იქნება ისე თუ იქნება რომ მე მარტივად შეძურები შენ ეგრევე, მაშინ გადაიღე. ისვინე. შენ იწყებს სასწავლიდან თუ როგორ არის? ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ხო, რავი. მოვედით სტადიონზე, მეგობრებო, შემოვედით და საკმაოდ კარგი სტადიონია. ესეთი რაც შემიძლია თქვა, ის არის რომ იტალიაში ძალიან იშვიათად ესეთი სტადიონები ნახოთ, იმიტომ რომ ძირითადად ოლიმპიური და ძველებური სტადიონებია, ეს საკმაოდ ახალი სტადიონი, როგორც ეს ახალი გაკეთებულია და ახლოს არის ტრიბუნები მინდორთან. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ როცა უნდა შემოსულიყავი პრესამსახურს უნდა შემოვიყვანე გუნდის. მეუბნება რომ მკითხა რომ გრძელი გზა გქონდაო, აქ სამ ჩამოხვიდოდიო და უპასუხე რომ არა, მიუნხენიდან ჩამოფრინდი, თამაშზე ვიყავ PSG ბაიერნზე და გაგიჟდა თვალებში ეგრევე. გაუბრწყინდა თვალები, მითხრა რომ ნაპოლიდან არის და გიჟდება ხუჩა კვარაცხელიაზე და ერთი პატარა ვიდეო გაუგზავნე ხუჩას, მეუთხე შემიძლია გაუგზავნოთ ხო და ამ მადლობები გადაუხადა ხუჩას და ხუჩამ მადლობა მოიწერა იქიდან და მე ტირილი დაიწყო ამის მართლა ძალიან უყვართ იტალიაში დღემდე, არა მარტო იტალიაში, მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ხუჩა არის GOAT-ი. მე კი ვისთან ერთად ვარ აქ, ჩვენ საყოველწყალ ნაბელავთან ერთად, რომელიც არის ჩვენი არხის გენერალური მხარდამჭერი. ეს დამჭირდება თამაშზე, იქნება დიდი დაძაბულობა, დამჭირდება მინერალები აუცილებლად და ნაბეღავი დაგვეხმარება ამ ყველაფერში.
პირველი ტაიმი დასრულებულია, ყველაფერი იდეალურად მიდის, ფროზინონე 2 თრუნს იგებს ძალიან კომფორტული თამაშით. ჩამთეო, გუშევად კი რომ მთხოვა და რატომაც არა. ფროზინონე იგებს, ვერ იგებს ვენეცია და შეიძლება ამ შედეგით ჩემპიონებიც გახდნენ. ვერ იგებს ასევე მონცაც. ნუ ყველაფერი კარგად მიდის, კვერნას ძალიან კარგი მომენტი ქონდა პირველ ტაიმში, შეეძლო გასვლა, არ გამოუვიდა. თუმცა სხვა დანარჩენი შესანიშნავი პირველი ტაიმი აქვს ძალიან აქტიური. მეგობრებო, შეგასწრეთ რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, ისინი გვეხმარებიან რომ მიმოგზაუროთ ბევრ სხვადასხვა ადგილზე გადავიღოთ საინტერესო კონტენტები თქვენთვის და მადლობა მათ ჩვენი მხარდაჭერისთვის. ახლა გიწამოდი და ვნახოთ რას გვიმზადებს მეორე ტაიმი. იმედია კვერნას გოლს. სამოცდა მეჩვიდმეტ წუთზე 5-0 ანგარიშა ფროზინონეში სრული ზეიმია და რატო 10 წუთში კიდევ უფრო დიდი ზეიმი დაიწყება საჯის საფინალო სასწრაფო შედეგი ერთ-ერთი წუთი რაც არის 5-0 და ყველამ გაიტანა კვერნას გარდა და ჯერ არის ისევ დრო და კვერნა ისევ თამაშია და იმედია რომ იქნება მომენტი და შეაგდებს. Congrats. You bring luck, man. Yeah. From here also the whole season. Next Yes, season. yeah. პირველი ემოცია, აბა რა სიტყვი. რა უნდა ვთქვა, ეხლა ველოდი ამ მომენტს და ძალიან გახარებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფროზინონის საერთოდ მივახციეთ იმ შედეგს და დავბრუნდით სერიაში, რადგან ორი წელი წინ გამოვარდით და ვიცოდეთ ის ემოცია. როცა გამოვარდით და ამ ფანების გამო ღირდა ამ ყველაფერთვის მაგარი რაღაც ძალიან ახლა ხდება. და ღირდა ამ ფანების ყველაფერთვის ბრძოლა და ამ ქალაქისთვის და მადლობა მინდა გადავხადო ყველას.
რამდენად რთული გზა იყო ამ სეზონის განმავლობაში, რამდენად ბევრი სირთულე შეგვდა. ვერ გავიგე. რამდენად ბევრი სირთულე შეგვდა სეზონის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სირთულე ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ არ დავნებდით და შედეგსაც მივახციეთ. ძალიან მაგარი საჩუქარი გაიკეთეთ მონცა ბოლოტურში, ალბათ როგორ ელოდებოდით ამ მომენტს, ხო? ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება ჩვენ წაგვეგო ბოლოტურში, ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ძალიან მაგრად გიხდება ჩვენი ქვეყნის დროშა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დროშა ყველგან უნდა. გაშალე მანახე ერთი ამახათ. აი ას ნიშნავს შენთვის უცხო აი იქ-სადაც თამაშობ რასო შეცვლა საქართველოს დროშა აფრიალო და რა თქმა უნდა ჩვენ უცხოეთში ვიცვართ საქართველოს გარე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ვარ და ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენ და უნდა ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა ეს არის ჩვენი მოვალეობა და მგონი კარგად გამოვხდის ფეხბურთელი აი შენი მეუღლეც გილოცავთ. როგორ ხართ? ბედნიერესი, ძალიან ბედნიერი. აი ემოციებისგან არ ვიცი რა, ძალიან ბედნიერი ვარ. რა ემოციურია თქვენთვის თქვენი შულის თამაშების ყურება? ძალიან ემოციური, აი არ სიტყვებიც არ ყოფნის. ელე გილოცავ. აი შენი ყავი ერთ-ერთი ადამიანი ყველაზე ახლოს გიოსთან მთელი სეზონის განმავლობაში ყველაზე ახლოს გაიარა ეს ყველაფერსაც გადიოდა გიოდა. ანუ რთული იყო ეს პროცესი, რასაც ახლა ბედნიერება მოყვა. მიდი კი ბატონო. მე ვერ გადაუღებდი. არ შემაწყხარ. რა გულის ბიჭია. ანუ რთული იყო ეს მთელი სეზონი, რომელიც ძალიან კარგი შედეგით დაგვირგვინდა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული სეზონი იყო, მაგრამ ძალიან კარგად გაართვეს ბიჭებმა თავი. ხედავდი გიოს მთელი სეზონის განმავლობაში როგორ შრომობდა და ვფიქრობ, რომ გიო და მთელი გუნდი იმსახურებდა ამ გამარჯვებას რა, იმიტომ რომ კარგი. Vediamoci insieme ancora questi meravigliosi ragazzi. Giri Ale, girati. Ballon d'Or. Giorgi, apri la bandiera della Giorgia grande. Facciamo una bella foto. Giorgi. Raga, lo andiamo via, Giorgi. იქ ვართ ახლა სადაც გუშინ ძალიან მაგარი ხმაური იყო. ეხა მაგარი სიწყნარია. როგორ ხარ? გუშტელი ემოციური დღის შემდეგ გითხარი? კარგად უგრძნობ თავს. დაღლილი და დაცლილი ვარ ემოციებისგან. რა ხდებოდა თამაშის შემდეგ? მე რომ წავედით სასტუმროში, თქვენ მე ფეხბურთელები აპირებდით რომ გაგეგრძელებიათ აღნიშნა მეუღლეებთან, მეორნახევართან და აღნიშნეთ. მეგონი ის მომენტია, რომ აი უკვე შეგიძლია რომ მაგ დღეს რაც გინდა ის გააკეთო რა. არა, კი, მთელი წელი შრომობდით, ვარჯიშობდით და გუშინ ის დღე იყო, როცა შეგვეძლო რაც გვინდა და გაგვეკეთებინა ყველაფერი და აღნიშნეთ, რავი, კარგად ყველაფერი. მოდი უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ, რომ მომიყვე, რას აკეთებდით მთელი სეზონის განმავლობაში იმისთვის, რომ აი ის დღე დამდგარი იყო, რომ რაც გინდათ ის გააკეთებინათ გუშინ, იმიტომ რომ ხან პირველზე იყავით სამ სეზონში? კი. პირველზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეორეზე იყო რა, ასვლა კარუსელივით და აი იმ პრობლემებზე, აი რა შეიძლება წაწყლობდით პრობლემებს და ეგ დეტალურად მაინტერესებს რა. ზოგადად პრობლემები და რთული პერიოდი ფეხბურთის ნაწილია. ძალიან რთული და გრძელი გზა იყო აქამდე მოსასვლელად. მართლა ძალიან დავიხარჯეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. მთელი წელი ყოველ თამაშიდან თამაშობდით, ბრძოლობდით იმისთვის, რომ სამი ქულა აგვეღო და სერიასთვის გვებრძოლა. იმიტომ რომ იყო რაღაც მომენტები, სადაც რაღაც დოზით არ გაგვიმართლა, სადაც ძალიან ხშირად გაგვიმართლა და ვფიქრობ, რომ ეგ გამართლების
ისიც არის, რომ ანუ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და მაგიდან გამომდინარე დაგვიფასდა აი ყველაფერი. შენ ამბობ, რომ პირდაპირ თქვა თქვენ რომ ძალიან ბევრს არ უნდა დავო ჩვენი სერიაში გადასვლა. პრობლემები თავიდან იქიდან გამომდინარე გქონდა, რომ ძალიან დიდი დატვირთვები გქონდა ვარჯიშებზე და იყო ხშირი ტრაუმები ფეხბურთელების, ყოფილა რომ მხოლოდ განაცხადი ყოფილვარ და მხოლოდ ანუ არ ყოლია ბევრი ცვლილება, იყო ეგეთი თამაშები, სადაც არ ქონდა ბევრი არჩევანი ფეხბურთელების შეცვლის. მაგრამ რაღაც ეგ პერიოდიც გავიართ, იყო 2-3 თვე, აი როდესაც ნაკრების პაუზები უწევდა, მაგ დროს უწევდა ხოლმე ხშირად ტრავმირებული ფეხბურთელები. მაგრამ ეგეც ვფიქრობ, ფეხბურთის ნაწილია, ხშირად ხდება, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები ყავთ გუნდში. რატო ამბობ, რომ ბევრს არ უნდა და თქვენი ხო სერიაში და მარტო ფროზინონელებს გინდათ გადასულიყავით. აქ გზობდით რომ რაღაცა თქოს ყველა თქვენს წინააღმდეგ იყო? არა, ეგრე რაღაც ისე არ გვიგრძნია, მაგრამ იყო რაღაც მომენტები, სადაც მაღლა ნათქო. ხო, იყო რაღაც მომენტები, სადაც რაღაც გრძნობდით, რომ თამაშიდან გამომდინარე მსაჯები უფრო მეტად სხვა რაღაცებს აქცევდნენ ყურადღებას, უფრო მეტად შეიძლება რაღაც მხარეს ირჩევდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ფეხბურთზე მოედანზე მაინც ფეხბურთელები წყვიტავენ ყველაფერს და ვინც უფრო მეტად მოინდომებს და ვისაც უფრო დიდი სურვილი აქვს თამაშის მოგების ის იგებს. ხო, გაგუდეთ გუშინ მეტ ოკეი რა შანსი არ ქონდა არავის. შეთქვი რომ ძალიან ბევრს გორბენინებენ ვარჯიშებზეო. კი, ძალიან თითო ვარჯიშზე 8 კილომეტრი დაახლოებით და ალბათ ყველა ვარჯიში არის მაგალითად კვირის ციკლი გვაქვს. ხა ჩვენ ანუ თამაშობთ კვირაში ერთხელ თამაშობთ. იყო მომენტები როცა 3-4 დღეში ერთხელაც ქონდა, მაგრამ ზოგადად როცა კვირის ციკლი იყო, აი მაგალითად შაბათს რო თამაშობდი და შემდეგ ისევ შაბათს გიწევდა 3-4 დღე ძალიან დიდი დატვირთვები არის. იყო მომენტები კი არა, მთელი სეზონი სადღაც 8-9 კილომეტრს დავრბოდით ვარჯიშზე და კვირაში ერთხელ ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს სულ. მე რა შეცვალა მაგარ შენ შეგურს ფეხბურთელში? ფიზიკურად ძალიან გაუძლიერდით. მაგიდან გამომდინარეც გითხარი, რომ ხშირი ტრავმები ქონდა ის ფეხბურთელებისთვის, ვინც არ იყო ამ ყველაფერს შეგუებული, შეიძლება თავს კარგადაც არ უვლნენ, მაგრამ ანუ არ იყვნენ ამ ხელა დატვირთვებს შეჩვეული, იმიტომ რომ როდესაც დარბიხარ 8-9 კილომეტრს ვარჯიშზე და შეიძლება ზოგს 8-9 კილომეტრი თამაშზეც არ უწევს სირბილი. ანუ ზუსტად ისინი ქონდათ გადმოტანილი თამაშის სირბილის მონაცემები, რომ ვარჯიშზეც გვერბინა, რომ მე მზად ყოფილიყავით თამაშის, მაგრამ ხშირად უფრო მეტად რაღაც დაღლილებით ყოფილვარ თამაშის დროსაც რა. მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი დაგვეხმარა იმისთვის, რომ 80 წუთის შემდეგ უკვე ძლიერად ყოფილიყავი და საღი აზროვნებით ყოფილიყავით დაღლილზე. შენ თქვი რომ კონტესტილის მიმდევარია მაქვს რომ წვრთნელიო და ყავს ნაკრებში გუნდელი, ვისაც კონტესტთან მუშაობის გამოცდილება აქვს და ხო არ გილაპარაკიათ მაგ თემაზე? კი, სხვათა შორის ყურასთანაც მაქვს რამდენიმე სიტყვა გაცვლილი მაგასთან დაკავშირებით, მაქვს ნაკითხი, რომ ანუ სულ ველაპარაკები ხოლმე, რომ მეთქი ესე ძალიან დიდი დატვირთვები გვაქვს ჩვენ და აი პარიზში როგორ ხდება? ეხა პარიზი PSG თამაშობს 3 დღეში ერთხელ და მაგათთვის ეხა რთულია, რომ დატვირთვები სულ უმეტესად აღდგენის პროცესში არის. ხო, 9 საათიანი 40 წუთიანი მარჩები და აღდგენის პროცესში არიან, მაგრამ მე მომიყვა კონტესტთან ნაპოლშიც და აი ზუსტად იგივე არის, რაც ჩვენთან ხდება. და მაქინა გამომდინარე თქვი, რომ ანუ ჩვენი ტრენერიც კონტესტ მიმდევარია, რომ უყვარს ეს დატვირთვები, სუსირბილი, ტრენაჟორი. ანუ ძალიან იშვიათად რომ აი ესეთი ვარჯიშები ქონდა, რომ აი სულ ბურთან კვადრატები, ფეხბურთი ეგეთ რაღაცა იშვიათობა იყო. უმეტესად სუსირბილი და დატვირთვები. და ვფიქრობ, რომ მაგ ყველაფერმაც შედეგი გამოიღო და ფიზიკურად კი ნახე გუშინ როგორც ვიყავით. 90 წუთი არ გავჩერებულ ვარ არა. უყურებდი რა. და ყურების დროს დავიღალე და შეთამაშობდი მაგას საერთოდ რა. მე ვიტყვი რომ პრესინგზე იყო საოცარია და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დღეს ფეხბურთში რა და აი როგორც ფეხბურთელმა იტალიაში რა ისწავლე? როგორც ფეხბურთელმა რას გქონდეს? როგორც პროფესიონალმა რა ისწავლე იტალიაში გადასულში? ყველაფერი იტალიაში ვისწავლე. აი დავიწყო და აი ყველაფერი რა ცოდნა ხო გააქვს ახლა უკვე ფეხბურთში? პირველი იქიდან რომ ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რატო გეუბნები? ეხლა შენ როგორც შემდგარი ფეხბურთელი პროფესიონალი ჩვენს ვიდეოებს ხო უყურებენ დამწყებებით. კი. მეტი კონკრეტიკა მაგიტომ მიყვარს ესეც საკითხებზე, რომ ვიღაცა ერთი კაცის რო გამოყვეს შენ ნალაპარაკებს, შენს ნასაუბრებს ხო შენთვის რაღაც ისე რომ ვიღაცას ასწავლე და პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი თუ შევადარებ რაღაც საქართველოს ჩემპიონატიდან მოვდივარ და რო წამოვედი იტალიაში, ანუ ფიზიკური მომზადება არის, აი როგორ გითხრა საქართველოსა და იტალიის შორის სადა დედამიწა, ესე ვიტყოდი რა.
ანუ მართა რო ჩამოვედი, ძალიან სუსტი ვიყავი და აი პირდაპირ სულ სირბილები და ტრენაჟორი, სულ სირბილი და ტრენაჟორი. ანუ 4 ტრენერი გამოვიცვალე, თუ 5 ტრენერი გამოვიცვალე ამ 3 წლის განმავლობაში. და რავი, იყო რა, ანუ მაგათ ყველას განსხვავებული მიდგომა ქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ 80% მაინც ფიზიკური მომზადება იყო. ანუ სულ ფიზიკური მომზადება იყო და პრესეზონზეც არ ვიტყვი არაფერს, იმიტომ რომ ანუ პრესეზონზე სიკვდილია. მართლა იტალიაში, ანუ პრესეზონზე არის ძალიან დიდი ანუ წარმოიდგინე სეზონის დროს რომ 8-9 კილომეტრს დარბიხარ ვარჯიშზე, ხა წარმოიდგინე პრესეზონის დროს რა იქნება. წაქცეულ ხარ ვარჯიშზე? მე არა სხვათა შორის ფიზიკურად მაგრამ ყოფილა მომენტები რომ აი მაგათად პრესეზონის დროს ისე ცუდად ვიყავი რომ უკვე თვალებს ხუჭავდი და ისე გამოვპოდი რომ ჩემ თავს ვატყუებდი რომ 4 რო იყო დარჩენილი აი 1 დარჩა და აი კიდე 1 დარჩა და ხო რომ ანუ იმდენად დიდი დატვირთვები გქონდა პრესეზონზე რა ძალიან დიდი და მაგას ვიტყოდი რომ ანუ ფიზიკურ მომზადებას იტალიაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და არიან ფეხბურთელები იტალიაში ძალიან ბევრი მით უმეტეს მეორე ლიგაში სერია B-ში ვინც საერთოდ ბურთთან საერთოდ არ ვარჯიშობენ ანუ ბურთი საერთოდ არ აინტერესებს ანუ გაიქეცი უკან ჩამოდი და წადი, всё, დამთავრდა. და ფიზიკურად არიან დიდები. ანუ ძალიან ბევრი ფეხბურთელი ეგეთ თამაშობს, თან მეორე ლიგა მაგ მხრივ რთული სათამაშოა, იმიტომ რომ ფიზიკური მომზადება უფრო მეტად არის რა. ამ სეზონში რამდენი თამაში ითამაშე? ამ სეზონში ვითამაშე ჩემპიონატში. ჩემპიონატში? არ ვიცი, 35? 10 საგოლე კონტრიბუცია, რამდენი ყოფილი ხარ? შენი ამ შედეგით ხა ფეხბურთი მარტო სტატისტიკა არ არის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტატისტიკას და მაგის გარდა შე ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებ პრესინგზე სამუშაოში, მაგრამ აი თო მაგაზე რას გუწევ? სტატისტიკის მხრივ სიმართლე გითხრა არ ვარ კმაყოფილი, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი საგოლე მოქმედებები მქონდა ამ სეზონში, ძალიან ბევრი. აი გუშინაც მაგარი მომენტი. ხო, გუშინაც 5-0 მოვიგეთ, 90 წუთი ვითამაშე, მაგრამ გოლი არ გამიტანია, არ გამიკეთებია. დედა უკვე გაიტანაო და მეთქი და ვერ არ ახდენს ეს 5-0 მოიგეს. მაშინ საგოლე პასი მიცემდა დედა. წარმოიდგინე ხო ეხა. როგორ კიდე დამეჯერებია. როგორ დააჯერო ხო რომ ანუ კარგად ითამაშა. მაგრად ითამაშა. ფლანგი შემტევმა რომ 5 გოლში გოლი და საგოლი არ გაუკეთებია. ანუ მაგ ხრივ ხო. თუ მეხდება ეგეთებიც. მაგ ხრივ არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ შედეგიანი მოქმედებები არ მქონდა იმდენი, რამდენიც უნდა მქონოდა. ძალიან ბევრად მეტი უნდა მქონოდა ჩემი აზრით და მაგ ხრივ საერთოდ არ ვარ კმაყოფილი. ერთადერთი იმით ვარ კმაყოფილი რომ მოვიგეთ გადავედით სერიაში, რაც ძალიან დიდი პლუსია ყველასთვის და შეიძლება სტატისტიკის მხრივ დიდად არა, მაგრამ ისე ვთვლი რომ დიდი ღვაწლი მიმიწვის მეც იმაში რომ სერიაში გადავედით. და აი მაგ მხრივ მაინც ვფიქრობ რომ გამიჭირდა ეს გახსნა რომ უფრო მეტი შედეგიანი მოქმედება მქონდა. ანუ გინდა თუ არ გინდა მაინც თავდასხმელი და შემტევი ფასობს სტატისტიკით. ეხა კი არ მინდა რომ იყოს ეგრე ჩემი სეზონიდან გამომდინარე, მაგრამ ეგრეა რას ვიზავ, თორე უნდა გავუსწოროთ. სერიაში ითამაშე, მაგრამ მე მგონია რომ როგორც ფეხბურთელად ამ გუნდში თავს ეხა უფრო გზავდი სერია B-ში, იმიტომ ძალიან ბევრი თამაში მოგიწია და აი რა განსხვავება იყო იმ პირველ სადებიუტო წელს შორის, მესამე წელია გუნდში ხარ და ალბათ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლებოდა გუნდში მომუშავე პერსონალების თანაგუნდელების დამოუკიდებულება შენს მიმართ და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლებოდა, ხო? წეგარო თქვი რომ სერიაშიც ითამაშე, სერიაში ვფიქრობ რომ საერთოდ არ მითამაშია ძალიან. ცოტა გითხარ 5 თამაში. 5 თამაში ვითამაშე და ძალიან ცოტა. თითქმის საერთოდ არ მითამაშია, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. იქიდან გამომდინარე რომ იყვნენ გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ზოგი პრემიერ ლიგაშია, რომაში, დიდ გუნდებში არიან, დიდი გუნდის ფეხბურთელები არიან და ბევრი რაღაცა ვისწავლე მაგათთან ვარჯიშით. როგორც პროფესიონალები, რას აკეთებენ სტადიონის გარეთ შიგნით, იმიტომ რომ მაინც საქართველოსთან წამოსული ფეხბურთელი მაინც არ მქონდა იმ ხელ გამოცდილება ამ ხელ დონის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშის. ასევე ფიზიკურადაც ვფიქრობ, რომ არ ვიყავი საერთოდ მზად. და მაგიდან გამომდინარე არც მომიწია თამაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერიც რაღაც საჭიროა იმით გავძლიერდი როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. მახსოვს მე პირველად სადებიუტო თამაში ბურგერის ხურცივით მოგაყოლეს დი ლორენცომ და ანგისომ. და ანგისომ კი, აი ამ სტადიონზე იყო. კორასნაპოლში იყო მაშინ, მაგრამ ტრავმა ჰქონდა და არ თამაშია, ხო, არ გამოტოვა და შევედით 15 თუ 20 წუთი შევედით და გაგას პირველი ბურთი რომ მივიღე მეთქი წავალ თქო და იქიდან წინა დი ლორენცო დამხვდა და უკიდან ანგისა და იცით აი ძალიან რთულია ფეხბურთელისთვის
იყოს გუნდში, ახალ გარემოში, ნაც არ იცოდი, ხო ძალიან კარგად ლაპარაკობ, როგორც გავიგეთ იტალიურად. აი ეს პირველი წელი ფსიქოლოგია ამდენად რთული იყო. იქიდან გამომდინარე იყო რთული, რომ იტალიური არ ვიცოდი, ლაპარაკობდი ინგლისურად და ზოგადად იტალიაში იშვიათად რომ ინგლისურად ლაპარაკობდნენ იტალიელი ფეხბურთელები, ძალიან იშვიათად რა. აქედან გამომდინარე ცოტა გამიჭირდა კომუნიკაციაში შესვლა ბიჭებთან, მაგრამ მაინც ყველა ცდილობდა რაღაც რამოდენიმე სიტყვით თან იტალიურად, თან ინგლისურად მაინც ქონდა ურთიერთობა, იყვნენ რამდენი ფეხბურთელები, უცხოელები, ვინმესთანაც უფრო მეტად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, იქიდან გამომდინარე რომ ენა უფრო მეტად გვესმოდა. შემდეგ უკვე ვისწავლე იტალიურიც და უფრო მეტად დავახლოვდი ბიჭებთან. აქ ისე მოხდი, ბოლოს სადაც იყო საქართველოში საერთოდ არ გითამაშია. აი რანაირად ეგ ფენომენი დამეხმარე დამომახსნევინა. ეგ ჩემი აზრით მამუკა ჯუღეს უნდა კითხო. ალბათ ძალიან დიდი დამსახურება მაგის, რომ ალბათ კი არა, ძალიან დიდი დამსახურება მაგის, რომ მე აქ მოხდი, იმიტომ ხა წარმოიდგინე როგორი რთულია საქართველოსთან სერიაში მოხდე. ანუ ძალიან რთულია ხო, ზოგადად საქართველოს დროს თამაშობდი და სერიაში მოხდე. და ისიც ძალიან რთულია, რომ საერთოდ უთამაშებელი 4 თვე ბათუმში საერთოდ არ მითამაშია თითქმის და საერთოდ ამ წარმოიდგინე თელავიდან წამოვედი ბათუმში. კი არა, თელავიდან წამოვედი იმაში, რა ქვია, ფროზინონეში. ოღონდ 1 თვე გამოვტოვე. 4 თვე საერთოდ გამოვტოვე რა და ძალიან რთული, ანუ მართლა ძალიან ისე მოხდა, რომ ანუ ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი და ძალიან კარგად და გამიმართლა მაგ მხრივ. აი ყველგან რაც მაინტერესებდა, თან მინდა რომ ყველაფერი მომიყვეყო, ბათუმში რა მოხდა. რატო მე მაშინ თავმჯდომარე იყო გიაგე გუჩაძე. ხანახა განაცხადში არ შეყავდი. ბოლო თამაშები ევროპის 20 წამდე ევროპის ჩემპიონატი იყო საქართველოში თუ გახსოვს და 20 წამდე ევროპის ჩემპიონატამდე ყველა სბორი ვიყავი ნაკრებში 21-ებში. და ბოლო 5 თამაში განაცხადშიც არ ვიყავი და რამოსვანიძესთან პირდაპირ საუბარი მქონდა და ანუ თვითონ მე მითხრა რომ ანუ ფიზიკურად ანუ ძალიან მინდაო რომ მყავდეო გუნდში ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ფიზიკურად მეც ვიცოდი რომ შეუძლებელი იყო, ანუ ევროპის ჩემპიონატზე რომ გონდა მეთამაშა, საერთოდ უთამაშებე ფეხბურთს და 5 თამაში განაცხადში არ ვიყავი. ბოლო 5 თამაში თუ 4 თამაში. ჯონ ლაპარაკის მერე? ლაპარაკის მერე? სვანას შემდეგ მანამდე ადამიანს ველაპარაკე. სვანასთან უკვე მე 21-ებში ჩავედი, მაშინ ვილაპარაკეთ. მე არაფერი მაგათ დამოკიდებულება ძალიან მომეწონა პირიქით, კმაყოფილ ვარ, იმიტომ თვითონ დამოკიდებულება. მაშინ შენ აი შენ გულში რა ხდება? ვიცოდი რომ ანუ ჩვეულებრივი მომენტი იყო ის, რომ მეც ვფიქრობდი, რომ უნდა გამომეტოვე ევროპის ჩემპიონატი, იმიტომ რომ არ ვიყავ მზად ფიზიკურად, ვერ ვიქნებოდი მზად. არა, უკვე მომზადებული ვიყავ, იმიტომ რომ არ ვთამაშობდი, განაცხადში არ შევდიოდი და ანუ აღარ დამიძახებდნენ რა. მაგრამ მაინც რო დამიძახეს, მაინც რო დამირეკეს და რომ მითხრეს რომ უკვე, იმიტომ რომ გაფართოებულ სიაში მოვხდი. ანუ მანამდე უნდა ჩავსულიყავი, უნდა გვევარჯიშა და შემდეგ რამდენი ფეხბურთელს უშვებდნენ. და დამირეკეს რომ ანუ არჩიეს რომ აღარ გაეშვათ ის რამდენი ფეხბურთელი თავიდანვე აღარ მieყვანათ უკვე, იმიტომ რომ ძალიან სტრესული მომენტი იქნებოდა ნაკრებში მიდიხარ 3-4 დღე ვარჯიშობ და გიშვებენ, ანუ მაგას ჯობდა მართლა არ მივსულიყავით. და ანუ მართლა რთული პერიოდი იყო და მაქედან გამომდინარე, მაქედან ვთქვი ჩემ თავს უთხარი რომ ანუ ყველაფერს გავუკეთე იმის რომ დამემტკიცებინა რომ ანუ ვიმსახურებდი ყველაფერს. ვითამაშე მაინც კი, ევროპის ჩემპიონატი, რამოსვანიძესთან ერთად ვითამაშე საკვალიფიკაციოს და ევროპის ჩემპიონატის და ჩემთვის რამოსვანიძე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. კაი, ხა იქ იმ კითხვას დაუბრუნეთ, რომელიც ნაკრებზე გადაიტანე ბათუმში რა მოხდა? რა გითხრა, არ მიწევდა ტრენერის გადაწყვეტილებით, არ მიწევდა თამაში საერთოდ. ანუ ძალიან ცოტა ხანი ვითამაში. სამწუხაროდ საერთოდ არ გილაპარაკია მაგ თემაზე? რამდენიმე ხნის მერე გქონდა ლაპარაკი, მაგრამ ანუ უკვე დამთავრებული იყო სეზონი რა. და პასუხს რა მიიღე? ყავდა ჩემ პოზიციაზე უფრო შედეგიანი ფეხბურთელები. ეგ 4 თვე როგორი იყო შენ ცხოვრებაში? ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული 4 თვე იყო, აი საერთოდ ყველაზე რთული 4 თვე იყო. ანუ გახსენებაც არ მინდა, ანუ აი ყველაზე რთული 4 თვე იყო ვაფშე. განადგურებული საერთოდ არ მინდა თუ თვითშეფას კი არ ფეხბურთი აღარ მინდოდა. ანუ ეხ წარმოიდგინე ბათუმში წავედი, მარტო ცხოვრობდი, ვარჯიშზე მისვლა აღარ მინდოდა. ანუ ესეთ სიტუაცია იყო, რომ ანუ საერთოდ არ ვთამაშობდი, ანუ არ ვარ ეგეთ რაღაცებს მიჩვეული რა და ანუ ძალიან რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, მაგ ყველაფერმაც გამაძლიერა და უფრო მეტად мотиваცია მომცა, რომ უფრო მეტად დამემტკიცებინა ის, რომ არ იყოს სწორი გადაწყვეტილება ჩემი უთამაშებლობა. რამე აი ძალიან ოქროს მომენტს თუ გაიხსენებდი მაგ პერიოდიდან, ამაც როგორც ფეხბურთელი ან პიროვნება უფრო გაგაძლიერა იყო რამე ეგეთი? კი, ეგ პერიოდი, მაგ პერიოდმა უფრო მეტად გამაძლიერა, იმიტომ რომ სულ სკამზე ვიჯექი, ან ტრიბუნაზე ვიჯექი, ან სკამზე ვიჯექი. ბოლო 5 თამაში ტრიბუნაზე ვიჯექი
ნაკრებში, ანუ ყველაფერი ცუდი მანდ მოხდა. ნაკრებში აღარ დამიძახეს, მან ნაკრებში ვიყავ, ნაკრებში არ დამიძახეს, ანუ სწორად არ დამიძახეს. თამაშებს არ თამაშობდი, ანუ ვიცოდი რომ წარმოგიდგენთ თელავიდან მოყოლებული, თელავში სეზონი რო დამთავრდა, ვიცოდი რომ ფროზინონე მქონდა. სერია მქონდა. მე უნდა მივსურვო. თელავში იცოდი? კი, თელავი რო დამთავრდა თელავში სეზონი, სანამ ბათუმში გადავიდოდი, ვიცოდით რომ დაინტერესება იყო. მე გადავედი ბათუმში, რომ უფრო მეტად გამოცდილება მომსვოდა და უფრო მეტად მეთამაშა. არ ხო არ შეგეშინდა რომ აი მაგ თამაშობდით ფროზინონესაც დაკარგავდი. დაკარგული მქონდა. ანუ ბოლო წამს გამოჩდნენ, მამუკას დაურეკეს და გავფრინდი ბოლო წამს დამიერეკეს, რომ უნდა ჩახვიდე სამედიცინო შემოწმებაზე. ის ფოტო ხან არ ხო სადაწერ ხელს. ხო, ანუ აქ გადავიღეთ ამ სტადიონზე მე და ნუკრი გადავიღეთ, მე და ნუკრი ვიყავით ჩამოს. ანუ დაკარგული იყო უკვე მამუკასთან, ანუ ლაპარაკი მქონდა რომ ან ისევ საბურთალოში უნდა დაუბრუნებული იყო, ანუ ფროზინონე დაკარგული იყო რა, აღარ იყო და აი ბოლო წამს გამოჩდნენ. რა ვიცი, რაღაცნაირად გამოჩდნენ, რომ ისევ რაღაცა ინტერესი გამოუშვეს, იმიტომ რომ ანუ რეკავდნენ წარმოიდგინე რა, ანუ თელავიდან გადავედი ბათუმში და ანუ ურეკავდნენ ყოველ 10 დღეში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ მამუკასო, ანუ ერთ თამაში არ ითამაშა, ორი თამაში არ ითამაშა, 3, 4, 10. ანუ რა ხდება რა, რატო არა თამაშებენ? პასუხიც არ არის. ხო, პასუხიც რა უნდა ყოფილიყო და მაქედან გამომდინარე, უკვე ფროზინონესაც ეხლა წარმოიდგინე მიყავს სერიაში 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც არ თამაშობს. რატო მიყავს, ანუ ხო? რატო უნდა წაიყვანო? ახლა საქართველოს ჩემპიონატში არ ათამაშებენ და სერიაში როგორ უნდა წაიყვანო, ხო? მაგრამ აი რაღაცნაირად აი რაღაც იღბალი ხო ისე იღმერთის ის რომ მომცა შანსი რო და ეგ შანსი ვფიქრობ რომ უფრო უკეთესად შემეძლო, მაგრამ ვფიქრობ რომ გამოვიყენე ეგ შანსი ღმერთმა რაც მომცა. ამ სეზონში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა შენთვის. ნუ უკვე სერიის ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიც ასე ვთქვათ სექტემბერში არ დებიუტი ქონდა ოქტომბერში ესპანეთთან. კი. მას სექტემბერში გამოიძახეს. კი. კი, აი მსოფლიოს. აი რა შეცვალა შენთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სტატუსმა? თუმცა აქ რაღაც გუნდშიც რამე უფრო სხვანაირად არ არის დაფასებულად არ არის. ზოგადად რა არის ფეხბურთელისთვის, ანუ იმიტომ შრომობთ და იმიტომ ვარჯიშობთ და იმიტომ თამაშობთ, რომ მაინც საბოლოო ჯამში მაინც ყველა იმისკენ მივისწრაფვით, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურით ვითამაშოთ. რა ბავშვობიდანვე ჩემი მიზანი ეგ იყო და ვფიქრობ, რომ სხვა ფეხბურთელებისთვის მიზანი, სხვა ფეხბურთელებისთვისაც ეგ იყო მიზანი. ეგ არის ზოგადად მიზანი. ანუ ეს ასაკობრივი ნაკრებები გამოვიარე ყველაფერი და ეგ ყველაფერი იყო მოსამზადებელი იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. რავი, პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ რაღაც 21 წამდერების შემდეგ ყველა გამოძახება ვიყავი საერთოდ და ძალიან ბედნიერი ვარ და ანუ ძალიან რაღაცა უკვე გუნდის და ნაკრების ნაწილად ვგრძნობ თავს და მაგით ძალიან ბედნიერი ვარ. რა დაგხვდა იქ? ეხლა ბევრი ასაკობრივი გამოგივლია, რომ თითქოს ყველა, ხო? კი. და აი განსხვავება რა არის იქ? ასაკობრივში ერთი ასაკის ფეხბურთელები ხართ, ეროვნულში ცოტა მიქსია იქ. არის შენზე პატარაც, არის შენზე დიდიც. პირველ რიგში დამხვდა მეგობრობა. ძმაკაცობა, გვერდში დგომა, ჩახუტება, ჩაკვემა როგორც ხო იცი. ანუ ეგ არის ჩემი აზრით, რაც გვახასიათებს ქართველებს, ეგ არის რომ ანუ მივედი თუ არა პირველივე დღეს ნაკრებში, როგორც აი თითქოს რაღაც 1-3-4 წელია იქ ვარ, ეგრევე ვიგრძენი თავი. ამ ძალიან რაღაც გუნდის ნაწილად და ოჯახის ნაწილად ეგრე მიმიღეს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის ეგ რომ ანუ ადაპტაციას ძალიან მარტივად გადიხარ. შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. ყავს ძალიან დიდი დონის ფეხბურთელები, როგორიც არის კვარა, ზუკა, ჩაკვეტა, რავი აღარ ჩამოვთვლი, აღარ გავყვები. ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. ჩაკვეტაძესთან ერთად არ მომიწევ, ხოლო ერთი ზბორი იყო, ძალიან მაგარი. იუმორიც ჯერ ისე არ მინახავს. მართლა? აუ წინქონია შენ სანახაო, პური და სანახაო წინქონია. ხო და ანუ ძალიან მართლა ძალიან კაი გარემო, აი ძალიან აი მართლა სულ ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის ჩავალ ეროვნულ ნაკრებში. აი ერთი სული. და ამდენი შეკრება დაგჭირდები ახლა შენ იმისთვის. რომ მე რო გკითხო ნაკრებში ყველაზე მაგრამ მიხუნობს თქო ჩაკვეტა რომ მიპასუხო. როდის გაუგებნე და მაგის ტრავმა ქონდა და ხო, ის არ შემოსულა ისე. იცი რა, გრძნობ რომ ძალიან ბევრ ფეხბურთელთან ახლოს ხარ. ნუ თუცა აი კომენტარი ვნახოთ ლოჩო, გოჩოლა, კვარა, ზუკა, საიდან. ანუ ამდენი თამაში ერთად არ მოგიწიათ და ესე მალე უცებ ნაკრებში დაახოდით თუ ხო, მე ნამდვილად არ ვიცნობდი არცეც. მაგიტო გითხარი რომ ძალიან მეგობრული და რაღაცა ოჯახი დამხვდა ისე თქო რომ ეგრევე კარგად მივიღეთ. ერთი ჭკუა ისე რომ იტყვიან. ხო, აი გამოვიდა რომ ჭკუაში გავუგეთ ერთმანეთს და მართლა მაგით ძალიან ბედნიერი ვარ. მაგიტო გეუბნები რომ ანუ სულ ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის ჩავალ და როდის ვიქნები მაგათთან ერთად. აი საერთო ინტერესები რა არის ფეხბურთზე, აი ერთად რო ლაპარაკობთ, რაღაცა
საერთო ინტერესი კაუნტერზე გადის? სხვადასხვა აღარ თამაშობთ ხოლმე ერთად, მაგრამ ბოლო პერიოდი აღარ გვითამაშია. აი ხან თამაშობთ ხოლმე მე და ზუკა. კვარა ძალიან სხვა ხანდახან თამაშობთ ხოლმე კვარასთან ერთად თუ გჭირდება ხდები, ანუ კვარა კაუნტერშიც იგივეა რაც სტადიონზე. დატოვეთ სიტყვას ჩემ დონეზე რომ მოხვალთ მე მეთამაშეთო თუ? დატოვებული აქ ეგ სიტყვა ხო. სტადიონზეც რა სტადიონზეა ეგ არის კაუნტერშიც და რამე საკითხი თუ რაც არიცის. აი რამე საკითხი რაც არიცის. ხა არ ვიცი მე კაუნტერი მაქვს მათამაში მაგასთან და ფეხბურთი და ორივე კარგად იცის. კი ბატონო. იცი აი გძნობ რაღაც ძალიან აინტერესებს ამ ნაკრების ფეხბურთელებს ერთმანეთის წარმატება. აი მამარდასთან ვიყავი. ყველაზე მაგრამ კონკრეტულად რაც ვახსენე, ბოლოს მამარდასთან ვიყავ ლივერპულში. ფრეშკოს გქონდა ფეხბურთელები გამოწერილი და ერთდროულად მოგდიოდა შეტყობინებები და აუ იმას გაუტანეს ამას ის უყურეს. ხა ჩვენც როგორც ვართ, აი მაგალითად აი მეც ვუყურებ აი კვარას თამაშს, ზუკას თამაშს. ხო ან არ იცი რაც ვიძახი რომ ანუ მაგალითად აი კვარაც უყურებს ხოლმე ხშირად ჩემ თამაშს. კვარა უყურებს ეხა გეტყვი გულში თამაშამდე მეუბნება რომ ზაპან ლინკი გამიჩნდა. ეს კი იმას ვიზავ. 10 წუთში წერს. ჯერ 2 საათი არის თამაშები დარჩენილი. საბან ლინკს გამიჩნდა ფროზინონესი. კი მეთქი ვაჭოლი. თამაში ნახევარ საათი დარჩენილი. საბან ხო არ დაგავიწყება ლინკი. არა და ანუ მეთქი რაღაც ისეთი ლინკი ფაქტორი შეიძლება ტელეფონში ვერ ჩართო. არა ლეპტოპს გავხსენ ლეპტოპში უყურებ და მე ვერ ჩართო. ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება და რა შვება როგორ თამაშობს მომენტი და ანუ აი წეგა რო თქვი რომ ანუ აინტერესებთ ერთმანეთი. ანუ კი ძალიან ხშირი მოკითხვა გვაქვს მაგ მხრივ აი მაგალითად წინაზეც ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში რომ აი მაგალითად კოჭის ტრავმა მქონდა და კვარას დაურეკე ეგრევე და მის ფილმს უზადების მწვრთნელი დამეხმარა ძალიან. ის არა ამ პლანეტაზე. ხო, ანუ ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან მაგარი პროფესიონალია და ანუ მაგიტო ვიძახი რომ ერთმანეთს უგაინტერესა აი მაგალითად ტრავმა მივიღე ეგრევე დამირეკა კვარამ, რამე ხო არ გჭირდება, რაში დაგეხმარო, პირდაპირ დამაკავშირა თავის ფიზიოთერაპისტთან, იმან ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა, ვიტამინების დამინიშნა, ანუ ძალიან ეგრე, ანუ ერთმანეთის მიმართ გვაქვს ეგ ზრუნვა და მოტეხილი კოჭით ითამაშ თუ როგორ ხრტილი მქონდა ჩამოტეხილი ხო. და ძალიან ერთმანეთის მიმართ ზრუნვა გვაქვს რა. თითქმის ყველას ერთმანეთის მიმართ გვაქვს ზრუნვა, რომ აი ვინმეს რამე ხო არ ჭირდება. ან ძალიან შეკრული გუნდია და ერთი ოჯახი არის. თამაშს მივიხეში ბუდუ ჩამოსული იყო, კიტე ჩამოსული იყო, გიზი იყო და აი ყველა. ერთ რაღაცებზე რომ უყურებთ ვიხარია რა თქვენც რომ ეგრე ხართ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩვენთვის მე ისე ხდება გულშემატკივრისთვისაც რომ ნაკრების კი არა, რომ კონკრეტული ერთ-ერთი ფეხბურთელი თამაშობს, აი მეგობრები თამაშობენ ერთად და კი, ანუ იცი რა არის, როდესაც ეგრე ერთი ოჯახი არის სტადიონზე და ეგრე მეგობრობენ ერთმანეთთან და ეგეთი ურთიერთობა აქვთ, მე ერთმანეთის გამო ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ხვდები, რასაც გულისხმობ ამ სტადიონზე ყველაფერს გავაკეთებ მე მაგათ გამო, იმისთვის რომ რაღაც შედეგს მივაღწიოთ და იმისთვის რომ რაღაც კარგი გავაკეთოთ. ანუ როდესაც ერთმანეთი ესე გიყვარდა, ესე ზრუნავთ ერთმანეთზე, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ფეხბურთში რა, როდესაც ერთი ოჯახი გადიღება. 21-მა, ანუ სულ ვიძახი ხოლმე, 21-მა მაგით მივაღწიეთ შედეგს. არ ვიყავით ეგეთი განსაკუთრებული გუნდი და რაღაცა გამორჩეული ფეხბურთელები ისეთი არ უნდა იყოს. ერთი ოჯახი ვიყავით სტადიონზე და სტადიონის გარეთაც და ერთიანობით მივაღწიეთ მაგ შედეგს. დაიხარა 7 სექტემბერში ნიაზეთ ერთა ლიგა რო იწყება. რა თქმა უნდა პოზიტიურად ვართ განწყობილი და წილის ყაზე აი ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა, უნგრეთი შეიძლება და უკეთესი ანუარის ჯგუფში როგორ რას ფიქრობ? ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის და ესპანეთი არ ყავს. ხო, რაც თავარია ესპანეთი არ ყავს და დანარჩენი უკვე ისეთ ნაკრები ყავს, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. ანუ სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყავს გუნდში. რა კარგად ისმინება? სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არის ქართველი. და შენ იძახი რომ უკეთესი ნაკრები, ანუ უფრო სუსტი ნაკრები ხო არ შეგვხედროდა. მაგარია. სოფლიოს წელი რო არ იყოს, რას ფიქრობ? კვარა ბალონდო. ჩემი აზრით აი პირველია. ან დედასპიცა ვარ, ანუ იმიტომ არ ვიძახი რომ რაღაც ჩემი ძმაკაცია და რაღაც ძალიან ისეთი ურთიერთობა. აი ვიძახი რომ თეორიებზე ჩემი გუნდის თეორიებზე დედასპიცა ვარ, მაჩვენებდნენ კვარას მომენტებს რა უნდა გამეკეთებინა. არ მაჩვენებდნენ არც დემბელეს მომენტს, არც დუეს მომენტს, ანუ არავის კვარას მომენტებს ჭრიდნენ, განა იმიტომ ჭრიდნენ რომ ქართველი, იმიტომ ჭრიდნენ რომ სწორად ეგრე უნდა ითამაშა. ჩემი აზრით, ანუ მართლა სოფლიო რო არ იყოს და სოფლიოც რო არის, მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი კანდიდატია ბალონ დორის.
ან შენ გაქვს ჩემი ინტერვიუ ნანახევარ 21 წელს მაგასთან. არა 22 წლის დასაწყისში. კითხვა არის მანდ ვიდეო, რომ რომელი გირჩევნია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლა თუ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ზეიზედ ორჯერ მოგება. რუბინშია ჯერ მაგ დროს. ჩემპიონთა ლიგის მოგება. ზეიდად ორჯერ მოგება გირჩევნია თუ ევროპის ჯგუფიდან გასვლა. ევროპის ჯგუფიდან დავალთო და ხო, ამიტომ მოდი ორჯერ როგორ არ ვიცი. 30-ში ასრულებს ხომ მაგასაც. აღარ წავით, ასრულებს მიეჭერა და გონია რომ ანუ იმდეს შრომობს და ისე ცხოვრობს რომ იმსახურებს რა. ეხლა მე ხო ვიცი სულ ეკითხები რაღაცებს და აი ზუსტად ვიცი რომ ანუ ზუსტად მაქინან გამომდინარე უფასდება ეგ ყველაფერი. სამ გემრად ვილაპარაკეთ და ბოლოს რაც უნდა კითხოთ თან სატრანსფერო ფანჯარა მოდის. შეიძლება თქვა რომ ამის სიახლეს ველოდოთ. ნუ უკვე ტოპ 5-ის ფეხბურთელი ხარ ამ სტატუსით. რა შეიძლება რომ ველოდოთ ზაფხულისთვის. სიმართლე გითხრა ჯერჯერობით. მართლა არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. გუში დავამთავრეთ სეზონი. კიდე მაქვს კონტრაქტი ფროზინონესთან ერთად და ამ ეტაპზე ფროზინონეს ნაწილი ვარ და გუნდის წევრი. და შეიძლება ანუ სერიაშიც ფროზინონესთან ერთად ვიასპარეზო. მადლობა კვერნა დახვედრისთვის, მასპინძლობისთვის. უნდა ვთქვა რომ საოცრად დამხდნენ სახლში. შეიძლება სადაც მივდივართ აქედან ზედმეტი 3-4 კილოს მივდივართ. ისე გულასპინძლა დედამ და მადლობა მას საჯაროდ ამისთვის და წარმატებები და იმედია რომ ბევრი კაი ვიდეოს და კი და ბევრი კაი თამაშზე ვიქნებით ჩვენი სტუმარი. გაიხარე. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვიზიტი გიორგი კვერნაძესთან ფროზინონეში დასრულებულია. კარგად გრძელდება რაღაც ჩვენი ვოიაჟები. მიუნხენიდან ფინალში გადავედით, ფროზინონიდან სერიაში გადავედით. იმედია ის სიამოვნეთ ამ ვიდეოთი ბევრი საინტერესო რაღაც მოვისმინეთ კვერნასგან. ვთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არქივისაც ეს აქამდე არ გაეკეთებიათ, წინ ძალიან კარგი ვიდეოები გველოდება. მოიწონოთ ეს ვიდეო და ველოდებით თქვენს კომენტარებს რას ველოდებით მომდევნო სეზონში გიორგი კვერნაძისგან და რა შედეგი იქნება, რისი გაუმჯობესება შეუძლია და ზოგადად ვიდეოებზე გამოუშვით კომენტარები, განვიხილოთ ბევრი თემა. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. აბა შემდეგ ვიდეომდე.